ჩემი ჯერია. ეხლა მე უნდა გაცეკვო. როგორც მინდა ისე. დაბალი კი ვარ, მაგრამ როგორი მაყვარანცხი ვარ არ იცი. ყველაზე მეტად მომწონს ყურში როგორ უთარგმნიათ მაყვარანცხს. სად არის გასასვლელი, რომ თავი დავახციო აქაურობას? ბალე იქნება, ბალე. ჩვენთან არის ესეთი ცეკვა, ძალიან პოპულარული ცეკვა, ქვია შალახო. შალახო. აი ახლა მე და შენ ვიცეკვებთ შალახოს. შალახო? აი ესე. რა მხიარულიერი ვართ? კი, ამიტომაც არ მინდა აქედან წასვლა. ერთი რამე მინდა იცოდე და დაიმახსოვრე. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც უყვარს ყველა სტუმარი. და ყოველთვის ვამბობთ, რომ სტუმარი არის ჩვენი ოჯახის წევრი. დიახ, როდესაც ჩვენთან ინდოეთში სტუმარი სახლში მოდის, ვამბობთ, რომ ეს ადამიანი ღმერთის გამოგზავნილია. მე მინდა იცოდე, რომ აქ შენი მეორე სამშობლოა. მე ამას უკვე ნამდვილად ვგრძნობ. და ყოველთვის გახსოვდეს და იცოდეთ, ჩვენი სტუმარი იქნები ყოველთვის, ყოველთვის ძალიან მოხარულები ვიქნებით, ბედნიერები ვიქნებით და ის ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ჩამოდიან ხოლმე, არასოდეს არ მიდიან ისე, რომ გული აქ არ დარჩეს. ძალიან დიდი მადლობა. ეხლა მინდა წარმოგიდგინო ქართველი ნიჭიერი ახალგაზრდები, თანამედროვე, ძალიან მუსიკალური, არის ესეთი ჯგუფი საქართველოში, ასია სულ და მაგარ მუსიკას უკრავენ. ძალიან კარგი. მაშინ მოვუსმინოთ. სპეციალურად შენთვის ჯგუფი ასია სულ.
მადლობა, დიდი მადლობა. მოკლედ, ჩვენი შოუ დასასრულს მიუახლოვდა და მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი იყო ძალიან კარგი და მე ვფიქრობ, რომ მომავალში კიდე იქნები ჩემი სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა, რომ საქართველოში ჩამოხვედით. ხო, მაგრამ ამით არ მთავრდება ჩვენი შოუ. შედიხლა უნდა ჩაიცვა ნაბადი. დაიხურო ფაფახი, ეს არის ქართული სული, ქართული სუნთქვა. ეს არის ნამდვილი ცხრის მატყლისგან გაკეთებული ნაბადი. ცხელა, მაგრამ არაუშა. ყველა ქართველი კაცი ასეთი დიდია? აბა, შენც ეგეთი გამოჩნდები ახლა. აჰა, რამხელა ხარ. წამოდი ახლა აქეთ. მოდი, აქ მოდი. შენ ხარ ნამდვილი ჯიგიტი, ქართველი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა.